დასაკეთებს მთელი დღე თუ არ მუშაობთ. სახლში საქმიანობ, გარეთ ვსეირნობ. მე ვარ ზახტაუს ვანდელენბაუტენი. აქ ვარ ჩემი ფულისა და უფასო სახლისთვის. ეს ჩემი ოცნება. აქ ვარ ჩემი ფულისა და უფასო სახლისთვის. კარგი, ეს ჩემი მიწაა. მე ვაკონტროლებ ამ ადგილს. ეს ჩემი რეალობაა. თქვენ ყველანი ჯაჭვებში იქნებით. მე წაგიყვანთ, დაგაკავებთ ყველას თუ გადასახადებს არ გადაიხდით. და მთელი დედა დღის განმავლობაში მუშაობთ, მაგრამ არაფერი გაქვთ. გმადლობთ ასე მძიმე შრომისთვის, რომ მე მთელი დღე სახლში ვიყო. ისინი არა მხოლოდ გპარავენ თქვენს მძიმე შრომით ნაშოვნ ფულს, არამედ ეხლა საჯაროდ დაგცინიან იმის გამო, რომ თქვენი გადახდილი გადასახადები მათ უმუშევრობაში მიდის. და როცა ვამბობ ისინი, ვგულისხმობ ისლამისტებს, გულისხმობ იმიგრანტებს, რომლებიც შემოდიან, ცდილობენ დაიპყრონ თქვენი ქალაქები და გაძალებენ, რომ თქვენ გადაიხადოთ ამისთვის. ეს არ არის გადაჭარბება, არც ოდნავ. მოусმინეთ ამას. ეხლა მივდივარ დასაქმების ცენტრში, ხომ ასეა? და უბრალოდ მინდოდა სწრაფად მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გადასახადებს იხდის, რადგან თქვენ რომ არ ყოფილიყავით დღეს აქ არ ვიქნებოდი. მაგალითად, ის ფაქტი, რომ შემიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელო ჩემი დღე, გავაკეთო ჩემი საქმეები და მაინც მივიღო ფული იმისთვის, რომ საერთოდ არაფერს ვაკეთებ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები მუშაობენ და გადასახადებს იხდიან, მგონი არასდროს მithქვამს მადლობა. მართლა გულწრფელად, მთელი გულით გიხდით მადლობას. და გააგრძელეთ კარგი საქმე. შენ ვერ ხვდები, რამდენად საზიზღარია ის ფაქტი, რომ ეს ქალი ინგლისშია. ყველას კამერაზე ეუბნება, რომ მას ნამდვილად არ აქვს მუშაობის სურვილი და შენ უხდი მას. ის კი დაგცინის, გეუბნება მადლობას და იცის, რომ დაუსჯელი დარჩება. ის იცის, რომ ამას არავინ არაფერს უზამს. მოდი წავიკითხოთ ეს. მუსლიმი ქალი ბრიტანელ გადასახადის გადამხდელებს წველის და მადლობას უხდის, რომ მას სოციალურ დახმარებას უხდიან, რათა მთელი დღე არაფერს აკეთებდეს. დიდი ბრიტანეთის მუსლიმი ქალების 2/3 ეკონომიურად არააქტიურია და სამსახურს არ ეძებს. ეს ვიდეო მაბრაზებს და თქვენც უნდა გაგაბრაზოთ. ეს მხოლოდ ერთი ისტორია არ არის, არამედ ერთ-ერთი ბევრიდან მთელ ევროპაში. ეს არაბი მიგრანტი პოლონეთში ცხოვრობს და ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლონელებს დასცინის, რომ მის ხარჯებს იხდიან. ვიდეოში ის ირონიულად ეუბნება პოლონელებს, რომ იმუშაონ 12-დან 14 საათამდე დღეში, რათა მან კომფორტულად იცხოვროს პოლონეთის სოციალური დახმარებებითა და შეღავათებით. ეს იგივე მექანიზმია, რომელსაც მიგრანტები ბოროტად იყენებენ საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიასა და შვედეთში მასობრივი მიგრაციის ღია საზღვრების პოლიტიკის შედეგად. ყველაფერი ეს მაქვს. თქვენ მუშაობთ 12-დან 14 საათამდე დღეში. მე კი ვისვენებ. ის ფიტნეს ტრენერია და ისლამისტი, რომელიც პოლონელ გადასახადის გადამხდელებს დასცინის, რადგან ისინი მის ანგარიშებს იხდიან. როგორც ჩანს, ეს უკვე პატარა ტენდენციად იქცა. ეს ადამიანები მხოლოდ იმას არ აკეთებენ, რომ გპარავენ, არამედ ამას სიხარულით და საჯაროდაც აკეთებენ, რადგან იციან, რომ ყველაფერს დაუსჯელად შეძლებენ. და დაცინო კიდევ უფრო მძაფრდება, მეგობრებო. შენ არაფერი გაქვს. გმადლობ, რომ ასე ბევრს მუშაობ, რომ მე მთელი დღე სახლში უფასოდ ვიჯდე. შემიძლია ჩემი იბითი გამოვიყენო? ჩემთვის იმუშავე, თეთრკანიანო ბიჭო, თეთრკანიანო გოგო. ხო. ჩემთვის იმუშავე, თქვენ, დედამოთხნულო თეთრკანიანო ცხოველებო. ჩემთვის იმუშავეთ, დედამოთხნულებო. ხო, თქვენ ჩემთვის მუშაობთ, დედამოთხნულებო. და აშეშოს მთავრობაა ის, ვინც ჩემთვის მუშაობს. თქვენ ყველანი ჩემთვის მუშაობთ. ახლა წადით და იმუშავეთ. გადაუხადეთ მათ გადასახადები. მომხედეთ მე და ჩემს ხალხს. კარგი, ეს ჩემი მიწაა. მე ვაკონტროლებ ამ ადგილს. ეს ჩემი რეალობაა. თქვენ ყველანი ჯაჭვებში იქნებით. მე წაგიყვანთ, ყველას ჩაგკეტავთ თუ გადასახადებს არ გადაიხდით. და მთელი დედამოთხნული დღე მუშაობთ. არაფერი გაქვთ. გმადლობთ ასე მძიმედ რომ მუშაობთ, რომ მე მთელი დღე სახლში ვიყო. ეს თქვენთვისაა ამერიკელებო, ვინც ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ევროპის პრობლემაა. ეს არ არის მხოლოდ ევროპის პრობლემა. ისინი ყველგან ყველას ფულს იპარავენ, სადაც კი მიდიან, იმიტომ რომ ამას აკეთებენ. მე წამით უფრო და უფრო უბრაზდები, თქვენზე არ ვიცი. კიდევ ერთი ვიდეო საფრანგეთიდან. ფული და ჩემი უფასო სახლი. ეს ჩემი ოცნება. აქ ვარ ჩემი ფულისა და ჩემი უფასო სახლისთვის. ეს ჩემი ოცნება. აქ ვარ ჩემი ფულისა და ჩემი უფასო სახლისთვის. ეს ჩემი ოცნება. ისინი იტყუებიან. მათ აფერა მოგასალეს. ალბი ნარატივი, რომ ეს ადამიანები აქ იმიტომ მოდიან, რომ საკუთარ ქალაქებში ძალიან უჭირთ, რაც მართალია. მათი ქვეყნები კორუმპირებულია, მაგრამ იცი რატომ? ეს სწორედ ასეთი მენტალიტეტის ბრალია. იმის ნაცვლად, რომ თქვენ მოდი რაღაც ავაშენოს და კარგი გავაკეთოთ, ფიქრობენ, მოდი უბრალოდ ავიღოთ და მოვიპაროთ. და მერე ეკითხებიან საკუთარ თავს, სად შეიძლება მოვიპაროთ?
საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ინგლისი, ამერიკა. მათ ფული აქვთ. ისინი იხდიან გადასახადებს. კარგ საქმეს აკეთებენ. მოდი წავიდეთ და ყველაფერი წავიღოთ იმ ხალხისგან, ვინც ასე შრომობს რაღაცის ასაშენებლად. მოუპაროთ მათ და თან ამავე დროს მათი კულტურაც დავანგრიოთ. იმიტომ რომ რატომაც არა. მართლა ვერ ვიჯერებ, რა თავხედები და თავდაჯერებულები არიან ეს ადამიანები, როცა თავიანთ აზრებს ონლაინ აზიარებენ და ამბობენ რას გრძნობენ. რამდენი ხანია რაც ნიდერლანდებში ცხოვრობთ, ხო ბატონო? მე 25 წელია. და მუშაობთ. არა. კი. მუშაობთ თქვენ. არა. კი. მოიყვანს თქვენი ქმარი. ჩემი ქმარი ავადა. ქმარი. არა, ჩემი ქმარი ავადა. ორივე თქვენ ორივე ავად ხართ. დიახ. ანუ თქვენ ორივე საშეგიძლიათ მუშაობა. არა. და არ არსებობს შანსი რომ თქვენი ავადმყოფობის მიუხედავად მაინც როგორმე შეძლოთ სამსახურის პოვნა, რომელიც ნაკლებად ინტენსიურია. დიახ. ჩემს ქმარს ადრე უნდოდა ესწავლა, მაგრამ ვერ შეძლო. დაავადების გამო. დიახ. და ენის სწავლა რამდენად რთულია ეს? ცოტა რთულია. რას აკეთებთ მთელი დღე როცა არ მუშაობთ? სახლში ვარ დაკავებული, გარეთ ვსეირნობ. რამდენ ხანს? მე ვარ ზახტაუს ვანდელენბაუტენი. მე მუშაობ გარეთ. ეს არის ის, რასაც ვაკეთებ, სანამ თქვენ, სულელები, ჩემს ფულს მიხდით. გახსოვთ ის ვიდეო, რომელიც ვნახეთ? უფასოდ. შემიძლია ჩემი იბითი გამოვიყენო. იმუშავეთ ჩემთვის თეთრკანიანო ბიჭო, თეთრკანიანო გოგო. ხო, იმუშავეთ ჩემთვის. თქვენ დედამოწყნულო, თეთრკანიანო ცხოველებო, დედამოწყნულებო, იმუშავეთ ჩემთვის. ხო, თქვენ ჩემთვის მუშაობთ. და აშშ-ის ფავრობაა ის, ვინც ჩემთვის მუშაობს. თქვენ ყველა ჩემთვის მუშაობთ. ეხლა წადით და იმუშავეთ. გადაუხადეთ მათ გადასახადები. მომხედეთ მე და ჩემს ხალხს. კარგი, ეს ჩემი მიწაა. მე ვაკონტროლებ ამ ადგილს. ეს ჩემი რეალობაა. თქვენ ყველანი ჯაჭვებში იქნებით. მე ავიღებ. როცა ესეთ რაღაცებს უყურებ, უცებ ასეთი ვიდეოები აზრს იძენს, ხო ესეა? ლონდონის მერი მუსლიმია. ბირმინგემის მერი მუსლიმია. ლიდსის მერი მუსლიმია. ბლეკბერნის მერი მუსლიმია. შეფილდის მერი მუსლიმია. ოქსფორდის მერი მუსლიმია. ლუტონის მერი მუსლიმია. ოლდჰემის მერი მუსლიმია. რაჩდეილის მერი მუსლიმია. ეს ყველაფერი მხოლოდ 4 მილიონმა მუსლიმმა შეძლო. ინგლისში მცხოვრები 66 მილიონი ადამიანიდან. დღეს ინგლისში 3000-ზე მეტი მეჩეთია. ინგლისში 130-ზე მეტი შარიათის სასამართლოა. და არსებობს 50-ზე მეტი შარიათის საბჭო. მუსლიმი ქალების 78% არ მუშაობს და იღებს სახელმწიფო დახმარებას და უფასო საცხოვრებელს. თუ აპირებთ ააშენოთ საზოგადოება, სადაც ეს ადამიანები მართავენ ყველაფერს და ამასთანავე ხელს უწყობენ მენტალიტეტს, სადაც არავინ მუშაობს, როგორ ფიქრობთ, ფული საიდან მოდის? მუსლიმების 63% არ მუშაობს და იღებს სახელმწიფო დახმარებას და უფასო საცხოვრებელს. ეს საზოგადოებრივი პრობლემაა. ეს არის მათი მენტალიტეტი, რომ იხედებიან გარშემო და ამბობენ, დიახ, თქვენ უნდა მიხედოთ ჩემს თავს. ასე რომ ეს ადამიანები მხოლოდ არ შემოდიან და იპარავენ ჩვენს კულტურას, ჩვენს მიწას, ცვლიან ჩვენს კანონებს, არამედ იღებენ ჩვენს ფულსაც და ამით ამაყობენ. და გეუბნებით ახლა რომ თუ გაბრაზებული ხართ, საკმარისად გაბრაზებული არ ხართ. სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ მუსლიმურ ოჯახებს საშუალოდ 6-დან 8 ბავშვი ჰყავთ, რომლებიც ყველა იღებს უფასო საცხოვრებელს. დიდი ბრიტანეთის ყველა სკოლას ევალება ისლამის შესახებ სწავლება. ინგლისში ყველაზე გავრცელებული ბავშვის სახელი მუჰამადია. ეს იმიგრაცია არ არის, ეს შეჭრაა. დიახ, ასია ევრი. ზუსტად ეს არის. ეს შეჭრაა და ეს არის შეჭრა, რომელსაც ისინი სიხარულით, სიამაყით, ხმამაღლა აკეთებენ, დადიან და დაქცინიან. ფაქტობრივად პირდაპირ დაქცინიან. გახსოვთ ვიდეო, რომითაც დავიცვათ. ეს ქალი ყველას მადლობას უხდის, რომ აღარ უწევს მუშაობა. ეხლა დასაქმების ცენტრში მივდივარ, ხო ასეა? და უბრალოდ მინდოდა სწრაფად მადლობა გადადიხადოთ ყველას, ვინც გადასახადებს იხდით, რადგან თქვენ რომ არა, დღეს იქ არ ვიქნებოდი სადაც ვარ. მაგალითად, ის ფაქტი, რომ შემიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელო ჩემი დღე, გავაკეთო ჩემი საქმეები და მაინც მივიღო ფული იმისთვის, რომ საერთოდ არაფერს ვაკეთებ. იმიტომ რომ სხვები მუშაობენ და გადასახადებს იხდიან. გონი არასდროს მithქვამს მადლობა. ამიტომ გულწრფელად, მთელი გულით გეუბნებით. დიდი მადლობა და გააგრძელეთ კარგი საქმე. დიახ, თქვენ საკმარისად გაბრაზებულები არ ხართ, ბიჭებო. თქვენ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გაბრაზებულები ხართ, რამდენად გაბრაზებულები ხართ, მაინც საკმარისად გაბრაზებულები არ ხართ.
ეს საზიზღრობაა, ეს საძაგლობაა. ისინი გვცინიან, ისინი გვპარავენ, რაღაც უნდა შეიცვალოს. გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.